გამარჯობათ მეგობრებო, ცოტა ხანს გავქრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდელის აწყობაში ჩავიძერე და ახლა საქმიდან ცოტა ამოვყვინთე. ეს ვიდეო განსაკუთრებული ხალისის და სითბოს მატარებელია, არა მარტო იმიტომ, რომ კალიფორნიის ვლოგია, არამედ მასში მონაწილე პერსონაჟების გამო. როგორც იცით, ან თუ არ იცოდეთ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და აქ შევიძინე ისეთი მეგობრები, რომლებსაც ვერც კი ვინატრებდი. ძალიან გამიმართლა, რომ რამდენიმე მათგანმა ზუსტად ჩემთან ერთად დაიწყო დოქტორანტურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა სულ სხვა შტატში ვართ. ახლა კი როგორც მიხვდებით, ერთ-ერთ სტუმრად, რომელიც დოქტორანტურას ულამაზეს, უმშვენიერეს, მზიან, ოდნავ ნიავიან, სიცოცხლეს რომ თავიდან შეგაყვარებს, აი ეგეთ შტატსა და ქალაქში სან-დიეგოში აკეთებს. პირველ დღეს ლუკამ გადაწყვიტა ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ გზაზე წავეყვანე, რომელიც ოკეანესთან ჩადის. და მართლაც ამ ხედის ყურებისას სხვანაირად სუნთქავ, აწმყოში სრულად გრძნობ თავს და თავისუფლების შეგრძნებაც გემატება. გზა ძალიან სახალისო იყო. თუ ლუკას იცით, რომ ორდინარულად არაფერს აკეთებს, შესაბამისად ოკეანესკენაც ოღრუჩოღრუთი ვიარეთ. თვითონ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესო ბილიქს დაადგა, თუმცა აქ აღარ გავყევით. თავი ხან ალისა მეგონას აუცრებათა ქვეყანაში, ხან თამაში მონაწილე, რომელიც გზაზე ბრძანს შემოხვდება და ბილიკის რომელი ნაწილი გააგრძელოს, გზად იმას ეკითხება. მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ თავს ჩემს მეგობრებთან ერთად ბედნიერად და უდარდელად ვგრძნობდი. სან-დიეგოში რომ სწავლობდი, გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სემესტრის გატარება შემეძლო. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამემარჯვა. ჩემი სანუკვარი 4-0 GPA გულში მყავდა ჩაკრული და ყველა ლიდერობის, სპორტის, ხელოვნების, წერის თუ სამსახურების, გამარჯვებების აღწერა ჩამოწიკწიკებული და გამზადებული მქონდა. ეგ კი არა, მე და ჩემი მეგობარი უკვე ტანსაცმელს ვარჩევდით და წვეულებებს ვუყურებდით, სად წავიდოდით, აქ რომ ჩამოვიდოდით. მაგრამ იმ წელს კორონა დაიწყო. შემდეგ სულ აირია რაღაცები და ასე გულნატკენები დავრჩით. თუმცა ამ წამს ორივე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, კორნელსა და სტენფორდში ვსწავლობთ. ასე რომ როცა ვამბობ ოცნებები აუცილებლად ხდება, თუ საკმარისად იმუშავებთ მათკენ და საკმარისად გაქვთ გულში ეს სურვილი ამოტვიფრული, მეთქი არც ერთ სიტყვას უაზროდ არ გეუბნებით. ახლაც ვისაც ჩემ გარშემო ხედავთ, ყველა მიცოდა რა უნდოდა და შეიძლება უცხო თალისთვის არასდროს უჩვენებიათ, მაგრამ საოცარი შრომა ჩადეს თავიანთი მომავლისთვის და ყველაფერს იმსახურებენ და იმაზე კიდევ უფრო მეტსაც. საღამოს შემპირ და უდაბნოში წაგიყვანო. თავიდან ვერ დავიჯერე, რომ სან-დიეგოში ამდენად ყველაფერი მანქანის გაწვდენაზე იყო. თუმცა გამოვეწყვა და დავადექით გზას. ამერიკაში პარკინგზე მაღაზიაში შესვლისას რას შეესწრები კაცმა არ იცის. ახლაც მთელი სექციის მუშაობა ფაქტობრივად შეჩერებული იყო, იმიტომ რომ ერთი ქალი ამტკიცებდა, ეს პური აქ ვიყიდაო და აღარ მომწონს დაიბრუნეთო. ოღონდ ჩეკის გარეშე. ცოტა რა თქმა უნდა არ იყო ნორმალურად. მომსახურა პერსონალიც გაჯიქდა, არ დავიბრუნებთო, თუმცა ხელით ვერ შეეხებიან და ეს ქალიც იდგა აპარატთან და აფერხებდა მუშაობას. რატომ ვერ მოიმოქმედეს ვერაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ პერსონალიც, რომელიც თურმე მენეჯერი აღმოჩნდა, იდგა და უყურებდა ჯიუტად. ან დაცვისთვის დაეძახებინა, ან რამე გაეკეთებინა, მაგრამ არა. ჩვენ მომხმარებლები სხვა ადგილასაც კი არ გადაგვიყვანეს. ამის გამო ბევრი დრო დავკარგეთ და უდაბნოს მხოლოდ უკუნეთში მივადექით. ეს რა თქმა უნდა შეგრძნებებს უფრო ამძაფრებდა, როგორც რუკაზე ხედავთ გარშემო ქვიშის გარდა არაფერია, ჩვენ კი მარტოები. ნუ სამნი ვიყავით ამ ქვიშაში ვყოფთ თავს. ლუკა რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მანქანიდან გადასვლას საერთოდ ვერ გავბედავდით. მოკლედ მოგესალმებით სან-დიეგოს უდაბნოში. ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ადგილია, სადაც ვყოფილ ვარ. უდიდესი ქვიშის გროვები, ჩვენ მარტოები მთელს ამ უდაბნოში, ყოველ შემთხვევაში სადამდეც ხედვა და სმენა მიგუწვდებოდა. ერთ მომენტში მივხვდით, რომ გასაღებები და ტელეფონი კარგად უნდა ჩაგვეფუჭა, თორემ აქ რომ დაგვარდნო და რას ვიპოვიდით. საოცრება იყო, რამდენჯერმე გულიც გამიწყდა, როცა ლუკა გორის იქით იკარგებოდა და შემდეგ უეცრად სხვა ადგილიდან ბრუნდებოდა. შედარებით სწორი ადგილი მოვნახეთ, მოვიკალათეთ, სნექები ამოვიღეთ და გავატარეთ ერთი საღამო უდაბნოში. სახლისკენ მომავლებმა, რა თქმა უნდა, ინენაუთში შევიარეთ და კალიფორნიის სიამაყე ბურგერები მივირთვით. წინა მოგზაურობისას მახსოვს კალიში ყოფნისას Five Guys-ში შევედი და იმდენი ჰეითი მივიღე აქაური მეგობრებისგან ჭკუა ვისწავლე. შემდეგ დილით გადავწყვიტა ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის სან-დიეგოს კამპუსი მომენახულებინა. რა თქმა უნდა, დღე დაიწყო მზის სხივებით და ხალისიანი ატმოსფეროთი და აი ადგილი, რომელსაც წლების განმავლობაში ჩემს სტუდენტურ კარტაზე ყველა ოფიციალურ ივენტზე და პროფესორების Zoom-ის ბექგრაუნდზე ვუყურებდი. ლუკა დღეს მუშაობდა, ამიტომ კამპუსი დავითმა დამათვალიერებინა. შეხედეთ, რა საყვარელი პატარა სამყარო აქვთ მოწყობილი.
შემდეგ წავედით პარკში, რომლის სახელიც არ მახსოვს, ვისეირნეთ, ვიჭორავეთ, თუმცა დიდად არაფერი ხდებოდა. ამიტომ დავითმა და უდიდესი მადლობა მას, იმიტომ რომ მე და მიამ საოცარი დღე გავატარეთ და ერთ-ერთ საყვარელ ადგილად ან mini road trip-ით იქცა ეს ადგილი, გადაწყვიტა Oceanside-ზე წავეყვანეთ. აი მეგობრებო, ეს არის კალიფორნია. Just like it used to be. ჯერ Pier-ზე გავედით სანტა-მონიკას პოპულარული Pier, რომელიც ისეთზე, თუმცა აქ ატრაქციონების მაგივრად უკეთესი ხედები იშლებოდა. უბრალოდ ოკეანის ხმის მოსმენა, ნიავის სახეზე მოლომუნება და საყვარელ ადამიანებთან ერთად ამის განცდა ნაზად, მაგრამ მტკიცედ გახსენებს, რატომ სწავლობ და შრომობ. ასეთი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ღირდა იმ გათანებულ ღამეებად. შენი ოცნებები რომ ხელშესახები გამხდარა და აი აქ სიხარ ნაყინს მიირთმევ, ფესტივალებს სტუმრობ, შენი მეგობრების ხუმრობებზე ამოუსუნთქავად იცინი. ის ცალკე გაბედნიერებს, რომ ამ ყველაფერში მარტო არ ხარ. დავითი, ლუკა და ბევრი სხვა ფიზიკურად ერთად არა, მაგრამ ერთად მოვედით აქამდე და ახლა ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ზღაპრულ მომენტებს. მე ძალიან მიყვარს მექსიკური სამზარეულო და როგორც მოგიხსენებათ, სად იქნება უკეთესი მექსიკური საჭმელები თუ არა კალიფორნიაში. ამიტომ წავედით და საოცრებო ტაკოები მივირთვით. შემდეგ კი დავითმა ისეთ ადგილზე მიგვიყვანა, რომ მშვენიერი ხედებით გადავიტვირთეთ. აი იდეალური, ნაზი, ფიცჯერალდური, ნარნარა, ფერების ჰარმონიით, ფრინველებით დაფარული ცით და ნიჟარებით სავსე სანაპიროზე. ჩვენც ისე მოვიქეცით, როგორც ნებისმიერი სხვა და დავიწყეთ განსაკუთრებული ნიჟარების ძებნა. და მალევე მივხვდი, რომ ჩემთვის თითქმის ყველა განსაკუთრებული იყო. არა მარტო იმიტომ, რომ ასეთ ოცნებების ადგილას ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ყველაფერი მშვენიერებით დამამახსოვრდებოდა. არამედ ისეც ამერიკაში სხვანაირი ნიჟარები იძებნებოდა თურმე. შავ ზღვაზე სადარა მიგროვებია. ანაკლია სანამ ანაკლიად გადაიქცეო და უბრალოდ რომ ქვიშა იყო კილომეტრების მანძილზე და შენს ფეხქვეშ ტომრებით ნიჟარები ეყარა, იმიტომ რომ სანაპირო ხელშეუხებელი იყო, იქაც არ მინახავს აი ზუსტად ასეთი ფორმები და ფერები. და პირიქით, აქ რომ გავზრდილიყავი, ანაკლის ნიჟარებზე გადავირეოდი. იმიტომ რომ მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი ზომის, დაუმტრვეველი, მაგარ ჯავშნიანი და მკაცრად დაზოლილი ნიჟარები იყო ანაკლიაში. ეს ძალიან გრძელი გზა იყო იმის სათქმელად, რომ თითოეული ადგილი განსაკუთრებულია, თუ შენ იმ მომენტში თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობ. აი ესე არაფრის შეცვლა რომ არ გინდა იმიწამს და უბრალოდ ტკბები მომენტით. ამ სანაპიროს შემდეგ დავითმა მე და მია წაგვიყვანა, მოდი ცენტრი დავარქვათ, სადაც ბევრი ბუტიკი და საყვარელი მაღაზია იყო. აქ მაღაზიებში დავდიოდით, უბრალოდ ვათვალიერებდით, რაღაცებს ვირგებდით, ვერთობოდით და ცოტა დრო გაგვყავდა, სანამ ლუკა მუშაობას დაამთავრებდა. თქვენ გეგონათ დღე აქ დასრულდებოდა? არა, პირიქით, დღე ახლა იწყებოდა. დღეს Big Bear Lake-ზე ავდივართ, სადაც კოტეჯი გვაქვს ნაქირავები და შაბათ-კვირას გავატარებ. პირველ რიგში შევხვდით ლუკას, ჩაუბარგდით მე და მია, ავიყვანეთ ალექსი და გავუდექით Highways. სნეკებით, board game-ებით, მუსიკით და კარგი განწყობით მივუყვებოდით ამ გზებს. აი შეხედეთ, უკვე ხომ მიგრძნობა, რომ ძალიან მაგარი შაბათ-კვირა გველოდებოდა წინ. დანარჩენი ჩვენი მეგობრები სხვა მანქანით მოდიოდნენ და spoiler alert, კარგადაც აგვასწრეს ასვლა. ჩვენ ნაბა გზადაგზა ვჩერდებოდით და გარშემოც ვათვალიერებდით ყველაფერს. და აი მივადექით ჩვენს კოტეჯსაც, რომელსაც წესიერად შემდეგ ვიდეოში დაგათვალიერებინებთ და აქ გატარებული დროის ამბებს მოგიყვებით. ახლა კი უცებ-უცებ უნდა გავიქცეთ და ჩვენს მეგობრებს შევხვდეთ ბასთან, სადაც მზის ჩასვლის ყურება გვინდოდა. უკვე შეამჩნევდით, რომ აქ ზამთრის სიცივით ცივა და ქურდუკებში ვართ გახვეულები. აქ გემშვიდობებით, თუ მოგეწონათ და მსგავსი ვიდეოების ყურება გინდათ, შეგიძლიათ ჩემ არხზე გადმოხვიდეთ და ნახოთ ძალიან ბევრი ვიდეო, ასევე დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, მკითხოთ რამე, რაც გაინტერესებთ აქ სწავლასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით. მე კი გავაგრძელებ ჩემი ამბების მოყოლას. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად იოცნებეთ ხოლმე.